ქრისტესობამდე 128 წელს ჩინეთიდან ჩუაზისაკენ აბრეშუმი დატვირთული პირველი ქარავანი დაიძრა. სწორედ ამით დაიწყო ლეგენდარული აბრეშუმის გზის ისტორია. გზა 18 საუკუნე იარსება. ის 300 დღე გრძელდებოდა და 12000 კილომეტრს გადიოდა. გზა ჩინეთის ქალაქ სიანში იწყებოდა და კონსტანტინოპოლში ჩადიოდა. გზის გასწვრივ შენდებოდა ქალაქები, ციხესიმაგრეები, საბაჟო პუნქტები. არც ერთ სავაჭრო გზას ამდენხანს არ უმოქმედია. და არც ასეთი უნიკალური მარშრუტი არსებულა ოდესმე. მინიშნება იმაზე, რომ ამ გზას აბრეშუმის გზა ჰქვია, არ გვხვდება არც შუა საუკუნეების ლიტერატურაში და არც ანტიკურ წყაროებში. ამ ლეგენდარულ მარშრუტს აბრეშუმის გზა გერმანელმა მეცნიერმა ფერდინანდ ფონ რეზენჰოფმა მე-19 საუკუნეში უწოდა. აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩრდილოეთ კავკასია და საქართველო წარმოადგენდა. ამ გზაზე გაბატონებისათვის იმართებოდა ომი. ამ მონაკვეთს ძალიან სასიკვდიანი ისტორია აქვს. 1200-1250 წლებში მთელი აზია და ევროპის ნაწილი ჩინგის ხანმა დაიპყრო. როგორც მატიანეები უწყებიან მონღოლურმა მმართველობამ, საქარავნე გზების განსაკუთრებული დაცვა და უსაფრთხოება უზრუნველყო. კავკასიის საქარავნე გზებზე თათარი მებაჟეები დააყენა ბათო-ყაენის ადმინისტრაციამაც. ლეგენდა, რომელიც კვეტერის ციხესიმაგრეს უკავშირდება, სავარაუდოდ ბათო-ყაენის მებაჟეების გამო უნდა იყოს შექმნილი. კვეტერის ციხეში 9 ძმა ცხოვრობდა. ისინი თათრები იყვნენ. ამ გზის მეთვალყურეობა და ბაჟის შეკრება ევალებოდათ. უფროსმა ძმამ თიანეთიდან მშვენიერი ია მოიტაცა და ცოლად შეირთო. შვილის მალევე შეეძინა. ია დარდიანი იყო, გულშეთხრობილი და უსიხარულო. ერთ დღეს სახლში მობრუნებულ ქმარსა და მაძლებს უგუნურება შეატყო იამ. ქმარმა შემზარავი ამბავი უამბო ცოლს. დღეს მეცხვერა შემოგვაკვდა, ბაჟის გადახდა არ უნდოდა და როცა მოკლულს დავაკვირდი, შენი ძმა შევიცანიო. იამ იმ წუთს არაფერი შეიმჩნია, თუმცა გულში შურიძიებაზე დაიწყო ფიქრი. ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულ ძმებს შხამგარეული ვახშამი მიართვა იამ და 9 სიცოცხლის გამოასალმა. გამწარებულმა ქალმა მსახურს სახლის კარი ამოაქოლინა და ციხე ცეცხლს მისცა. თითო მთიანეთში გაბრუნდა. იორის ხიდზე გადასვლისას ბავშვმა დედას კისერში უკბინა. გამწარებულმა იამ შეკივა, ძაღლისა ძაღლი გამოვა, ბატკანი ვინათქოო და ბავშვი მდინარეში მოისროლა. როდესაც ია გულს მოვიდა, ვიდა შეიშმათა. გადმოცემა იმასაც ამბობს, რომ კვედერაში ერთი ქვა ყოფილა, რომელზეც ეწერა. აქ 9 ძმანი ვიყავით, ქალმა დაგხოცა იამა. ბევრის თავსაცა დავაკავ, ცოტა გულსაც აიამა. აბრეშუმის ლეგენდარულმა გზამ კონსტანტინოპოლის დაცემამდე 1453 წლამდე იარსება. კონსტანტინოპოლის დაცემასთან ერთად ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირები გაწყდა. საქართველო ჩეხში მოექცა და ევროპა მას აქ გამავალი გზისადმი ინტერესი დაკარგა.